მოგესალმებით მეგობრებო, მე ახლა ვიმყოფები თაკო ბოგველის ოჯახში და მოდით ერთად ვნახოთ თუ რა დევს თაკო ბოგველის მაცივარში. თაკო, გვანახე შენი მაცივარი? რავი, ყინული მაქვს და ერთი შეკვრა დაყინი. თაკო, მეორე მხარე გვანახე. ეს რა არის? სოკოს პიტა არის, მე გამოვაწყო. პიტა? ხოს. რა მე ახალია და არ ვიცი. შეგვიმირე გაგიცხელო და მიირთვა. არა, ამას ეს რო გააცხელო უარეს, ინტუიციაც უცოდ გამოიყურა. ტყემალი, ბანე ერთად რო გადავიტანოთ 5 ლიტრიანში და ესე ჩავდოთ სადმე არ გვინდა? კარგი. ჩაჭკალი გოგო როდის აპირებ რომ გამოიყენო საჭმელებში ეს პომიდორი? იცი რა არის? არ მეგონა რომ მოხვიდოდ ის მარტო ჩემთვის ქონა გათვლილი მარტო ერთსელი. ვაიმე, მაჟოლები აქვს. ვაიმე. შამპანიური. არა, ჩვენ არ გვიხსნი მე და ანას შამპანიურს. აი ხილი და შამპანიური მქონდა გათვლილი, ჩემი ქმარებნა ჩამოსულიყო და რა. ვაიმე, რამხელა ყურძნები ასხია. უი. კლიავია კაცო. კარგი. მეგობრებო, ამით არ დამთავრება. ვლოგი ჩვენ ახლა ვნახავთ თუ რა დევს თაკო ბოგველის კარადებში. ეს ის არის წვალებით რო იყიდე ძლივს ნელ-ნელაობით იყიდე. ეს რა არის? ეს არის დაუსრულებელი გამწოვი. იმიტომ ყარს ხოლმე მთელი მუხიანი შენ რო რაღაცას აკეთებ, ცუდად არ გამიგო. კარგი. კბილის ჭხირები აქვს სოხრად, მეგობრებო, თაკოს ვინც არ იცით, აქვს პრობლემა ეჭედება. ისე ერთ რამეზე ნაწყენი ვარ. შენ ხო კარგად იცი, რომ ჩემი წინაპრები აღარ არიან დღეს დედამიწაზე. ეს წითლად შეღებო კარებების. აი გეხვეწები, მარტო ეს მითხარი. ეს წითლად შეღებები რას ნიშნავს, თაკუნა?